ლექსი თუ ცოცხლობ და მინდა რომ თქვენს გიწილოდოთ თითო ლუყმა როგორც სეფიცხვერი. გამარჯობათ პატივისცემულო ტელემოყურებლებო. ეს არის გადაცემა ლექსო არ დაიკარგები. მე მისი ავტორი და წამყვანი ლეილა არჩიმაშვილი გახლავართ. დღეს სტუდიაში ორი უძვირფასესი ქალბატონი გვყავს სტუმრად. ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი და ქალბატონი ლიკა ანიაშვილი. ლიკა ანიაშვილი ჩვენ სტუმრად გვყავდა, მის შემოქმედებას, მის ნაკარგობას თქვენ გაეცანით, მაგრამ იმდენად უხვია მისი ნამუშევრები და მისი ნიჭიერება, იგი ოქროსხელება ქალბატონი გახლავთ და კიდევ ერთხელ მოვიწვიე გადაცემაში. ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი გახლავთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სასახლე მუზეუმების გაერთიანების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მიწვეული პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე მიწვეული პროფესორი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ქალბატონი იზოლდა გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრი და ამავე საზოგადოების სამეცნიერო სამსახურის ხელმძღვანელი, ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის თანადამფუძნებელი. 50 წლის განმავლობაში მსახურობდა იგი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 1971-2021 წლები, 2021 წლიდან დღემდე საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ამჟამად საქართველოს სასახლე მუზეუმების გაერთიანების სახელით წოდებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ქალბატონი იზოლდა არაერთი სამეცნიერო წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორია, სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ძირითადად მისი მოხსენებები ეხება ქართულ საეკლესიო ნაკარგობას, ხელსაქმისა და ეროვნული სამოსის ისტორიას. ქალბატონი ლიანა ანიაშვილი, პროფესიით ეკონომისტი, ხალხური რეწვის დიდოსტატი, ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ასოციაციის დირექტორი, ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი, მხატვართა კავშირის წევრი, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი, უნიჭიერესი ქალბატონები. ქალბატონო იზოლდა. თქვენით დავიწყებთ. თქვენ გძანდებით არაჩვეულებრივი წიგნის ავტორი, მხატვრული გარგვა. მომავალი ხელოვნებათმცოდნეები ამ წიგნით იზრდებიან, საოცარი წიგნია. საერთოდ დიდი საქმისადმი სიყვარული ბავშვობიდან იწყება. ვიღაცა საფუძველს უყრის ადამიანის პატარა მოზარდის გონებაში ამ დიდ საქმეს, ან შეიძლება თავისით დაიწყოს რაღაცა ამ საქმისადმი დაინტერესება და მერე დიდი შრომა, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიო და დაინტერესებულ საქმეში ძალიან ბევრს მიაღწიო. თქვენ დაინტერესდით ძველი ქართული ნაკარგობებით, შეისწავლეთ ეს სპეციალობა, თქვენ გძანდებით ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, დოქტორი ქალბატონი და მაინც ეს დაინტერესება როდის იღებს სათავეს და ვინ შეგაყვარათ? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს დიდი ხუთშაბათია და ამავე დროს დღეს 9 აპრილია. ჩვენ ორი დიდი ტკივილი, ეს უფლის თქვათ შეყვება და მისი ჯვარცმა, რომელიც ხუთშაბათ პარასკევს უკავშირდება და 9 აპრილი, რომელიც ჩვენი ეროვნული ტკივილია, მერთმა ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ დღეს შეეწირა, მათი სული განათლებაში იყოს და დაუკვირვოს უფალმა ყველა მათგან სასუფეველი. რაც შეეხება ახლა ჩემს რაინტერესებას ახლა ზოგადად, ალბათ თქვათ ღვთისადმი სიყვარული განკუთვნილად ეს ჩემი წინაპრის, ჩემი ბანო პაპას დამსახურება, რომელიც გვასწავლიდა იდრის გადაწერას, გვასწავლიდა რომ დილას პირდაუბანელიო, დილამშვიდობის არ უნდა თქვა, ჯერ და პირი დაიმარო და მერე დილამშვიდობასა მიესალმო ყველასო. სკოლაში რომ მივდიოდი ერთხელ შემთხვევა იყო ცეთი პურის ნატეხიები და ძივის. იყო პაპამ ეს პურის ნატეხი და მაღლოზე შემოდგესე და მითხრა შვილო ესო უფლის ხორციაო. არასოდესო არ უნდა გადააგდო და მას ფეხი არ უნდა დაადგავ. ბევრინამ რა თქმა უნდა ჩემი წინაპრებიდან და კონკრეტულად ამ საქმე როდესაც ჩემი სიყვარული, ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის, არაჩვეულებრივი ადამიანის, ბატონი შალვა ამირანაშვილის დამსახურება. მე მისი სტუდენტი ვიყავი
მასთან დავაკავშირეთ ჩემი ცხოვრების ძალიან ბევრი წელი მე ბატონო შალამ თვითონ ასე ვთქვათ წამოყვანა თავისთან ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დამთავრებისთანავე უნივერსიტეტზე და მას შემდგომ 50 წელი აი სიყვარული და სიხარული გავატარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კედლებში. ეხლა ზოგადად რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ირჩევს პროფესიას, მე ასე ვთვლი, რომ უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება. არავინ არ უნდა ჩაერიოს მე ასე ვთვლი ამ საქმეში. ხშირად ხომ ჩვენ მშობლებს გვეშლება და გვინდა რომ თქვათ რაღაცა მიუთითოთ და არ ვითვალისწინებთ რომ იმ ბავშვს რომელსაც რაღაცა კონკრეტული ტოლო აქვს რაღაც საქმესადმი კონკრეტული მიდრეკილება აქვს არ უნდა შეუშალოთ ჩვენ ხელი იმიტომ რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაგალითად ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ეს წლები არის ყველაზე ძირფასი იმიტომ რომ არადროს არ ვქნობ დაღლას არ გათენებულა დღე რომ მე მაგალითად მეფიქროს რომ ნეტავი ხლა არ წამიყვანა სამსახურში აი გულახდილად რომ ესეთი დღე არ ყოფილა მე ყოველდღე რომ ჩემთვის ბედნიერება რომ მივიდოდი ჩემთვის საყვარელ ხალხთან ჩემთვის საყვარელ სამსახურში და ვაკეთებდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან ძირფას საქმიანობას რა თქმა უნდა წლები ეს არის ცოტა არ არის 50 წელი ერთ მუზეუმში აგერ უკვე და აგერ უკვე 7 წელია თითქმის მე მეორე მუზეუმში ვარ ბატონ გიორგი კალანდიას ჩვენი გენერალური დირექტორი ბრძანდება აი ხელოვნების სასახლე გაერთიანების მუზეუმში მე ამ წლებითაც ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება ჩვენთანაც ხელოვნების სასახლეში ისე რომ ჩემი ცხოვრების ეს წლები არის ყველაზე ბედნიერი ყველანაირად და ძალიან ბევრი რამ აი ეს ტკივილი რომელიც მაგალითად მე ცხოვრებაში მქონია ძალიან ბევრი რამ ეს ტკივილი მე ჩემმა სამსახურმა გადამატანინა და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როცა ჩემთვის საყვარელ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ ყველაფერს ერევი ადამიანი ბიოლოგ გადაგავს და რაც თავარიცით აი სიყვარული გულიდან უნდა მოდიოდეს იმიტომ რომ მიხვიდე და თქვა ხელი მოაწერო და ჩაგეთვალოს გამოცხადება არა აი მიდიხარ სიყვარული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო თვალსაზრისი საქართველოს პატრიარქისა და დედა თამარის ეთერ ურუტაძის როლი ამ საქმიანობაში თქვენ ძალიან ბევრჯერ გინახავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი ილია მეორე გამოფენებზე იცით მისი შთაბეჭდილებები მასთან ბევრჯერ გისაუბრიათ დედა თამარი ეთერ ურუტაძე აი მათ შესახებ გვიამბეთ რა ქართული ნაქარგობის ისტორია ძალიან დიდ დიაპაზონს მოიცავს. ეს არის მე-12-მე-19 საუკუნე. ამ ყველაზე ძველი ნაქარგობის ნიმუში რომელიც ჩვენ გვაქვს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გახლავთ საბუხართა წყვილი კაცხის მონასტრიდან ოქროს თმით ნაქარგი რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება და მე-19 საუკუნის ჩათვლით ყველა ეტაპი ქართული მხატვრული ქარგობის ეს იქნება საერო დანიშნულების საეკლესიო დანიშნულების მეთოდი ყველა ეტაპი გაიარა ჩვენმა ასე თქვა ნაქარგობის ნიმუშებმა. ახლა მე-19 საუკუნე ზოგადად მაშინ მდგომ რაც დაკარგა სამწუხაროდ ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია ძალიან მძიმე პერიოდი არის. ფაქტობრივად ეკლესია ახლა სად იყო ცენტრები? ეს იყო ეკლესია მონასტრები და დიდგვაროვანთა სასახლებთან არსებული სახელოსნოები. ეს ყველაფერი ფაქტობრივად ამ ავტოკეფალიის დაკარგვის მერე მოიშალა და თითქმის საუკუნე ნახევარი ეს საქმე იყო გაჩერებული და დადგა მე-20 საუკუნე, როდესაც აიწყო ახალი ერა, ახალი ისტორია დაიწერა ქართული საეკლესიო ნაქარგობისა თუ თქვათ ზოგადად ნაქარგობის ისტორიაში. სხვადასხვა საეკლესიოდან განსხვავებით, საერო ნაქარგობის ისტორია საკმაოდ ხანგრძლივია. ჩემი ლიკონ ალბათ ამაზე აღნიშნავდა გესაუბრებად, რა გზა გავიარეთ ჩვენ აი ამ საერო ნაქარგობასთან დაკავშირებით, რა ყველა კუთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ასე თქვენ ხედავთ კიდევაც ეს არის ხელსურული ნაქარგობა თავისი მრავალფეროვნებით გამორჩეული და სხვადასხვა კუთხეს ყველას თავისი მახასიათებელი ასე თქვენ სტილი და თავისი წესი და ფორმა ჰქონდა ამ მხატვრული ქარგისა მაგრამ საეკლესიო ნაქარგობა იქმნებოდა ეკლესია მონასტრებში და მდიდრგვაროვანთა სასახლეებში საწყისი ახალი ერისა უშუალოდ ჩვენს უსაყვარლეს სულნად მერთმა დაუპირდო სასუფეველი ჩვენს დიდ პატრიარქს ილია მეორის სახელთან არის დაკავშირებული.
1980 წელს ილია მეორე სტუმრად მიბრძანდებოდა იერუსალიმში. გზად მოხდა ისე, რომ გადააჯდომა უნდა მომხდარიყო ფიფრინავიდან და მესამედის ტერიტორიაზე მოხდა ისე, რომ ჩამობრძანდა და ერთ მუზეუმში მიიწვიეს ჩვენი პატრიარქი მუზეუმის დასათვალიერებლად. და როდესაც შეიყვანეს საგამოფენო სივრცეში, იქ ხედავს, რომ არის გამოფენილი წარმოდგენილი ესე იგი ნაქარგობის ნიმუში, რომელსაც უნდა წარწერა სომხური ნაქარგობის ნიმუში. მე ძალიან დიდ პატივს ავწევს კულტურას რაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა როდესაც პატრიარქმა დაინახა, რომ ეს იყო ქართული გარდამოხსნა, ზედ ასომთავრულად შესრულებული ორივე წარწერა კანონიკური და საფრთხო წარწერით, უთხრა, რომ ეს არ არის სომხური ნაქარგობა, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ლიტურგიული ნივთი გარდამოხსნა, რომელსაც ჩვენ აღდგომის დღეებში, ასე ვთქვათ, გამოვაგზავნებთ საკურთხევლიდან და წარწერაც ამას ადასტურებსო. ჩემ პატივისცემის ვთქვათ, გაპატივისცემდა გამომდინარეო, შეიცვალა ის სახელწოდება ამ ნივთისა და ეს ნივთი დაბრძანებულია დღეს უკვე როგორც ქართული ნაქარგობის ნიმუში. როდესაც დაბრუნდა უკვე ჩვენი უწმინდესი იქიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მას არასდროს არაფერი არ ავიწყდებოდა და ყველა დეტალს აღწევდა ყურადღებას და მე უკვე ეს გადმოცემით ვიცი მე დედა თამარისაგან ერისქალობაში ეთერ უროტაძესაგან, რომ დაიბარა სიონის მრევლი, მათ შორის ქალბატონი ნანა ხატისკაცი, მაშინ თურმე ახალი გარდაცვლილი ყავდა ნანა ხატისკაცი მეუღლე და სიონის მრევლის ძალიან აქტიური წევრი იყო და ნანა ხატისკაცის ირგვლივ ჩვენი ეს დედა მომავალში დედა თამარი და ეთერ ურუტაძე და 18 ქალბატონი გაერთიანდა და აი ამ ქალბატონებმა დაიწყეს მიიღეს გადაწყვეტილება პატრიარქის დავალებით, რომ მათ შეესწავლათ საეკლესიო ნაქარგობა, ანუ საეკლესიო ნაქარგობის ის ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ნამაგრსიც უწოდებთ, ორხრივისით მათ იცოდნენ ქალბატონ ანა ღაბაშიძესგან ჰქონდათ ნასწავლი, მაშინ ისე ის ცნობილი ქალბატონი იყო და მერე უკვე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ესწავლათ ნამაგრისით ქარგვა, ანუ შეესწავლათ ოქრომკედით ქარგვა. 1983 წელი იყო ის, როდესაც მე პირველად შევხვდი ჩემს უახლოეს მეგობარს, ჩვენს უახლოეს მეგობარს, რომელსაც მართლა უარესად დიდი წვლილი მიუძღვა სამსახურის აღორძინებაში, ჩვენ დედა თამარს, ჩვენ ეთერ უროტაძეს. დედა თამარმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ქალბატონ ნანა ხატისკაცის ირგვლივ გაერთიანებულები, დაიწყეს სიარული ჩვენთან ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ჩვენს მუზეუმში იყო არის ეხლაც რა თქმა უნდა უდიდესი სარესტავრაციო ცენტრი, ქსოვილის სარესტავრაციო ცენტრი და ამ სარესტავრაციაში მუშაობდა ორი ქალბატონი. ეს იყო ქალბატონი ნინო სვანიძე და ეკატერინე ჯანშიაშვილი. ხალხშორის ეს ორი ქალბატონი იყო შემორჩენილი, რომლებიც ფლობდნენ ნამაგრისით ქარგვის ტექნიკას და სწორედ მათთან გაიარეს თითქმის ყველა ტექნიკური ხერხი 2 წლის მანძილზე, თითქმის ყველა ტექნიკური ხერხი შეისწავლეს ნამაგრი სიფისა, მათ მონაწილეობაც კი მიიღეს ჩვენს მუზეუმში დამზადებულ გიორგი მერვის გარდამოხსნის რესტავრაციაში. გიორგი მერვი მოგეხსენებათ, ის იყო საქართველოს ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე, ეს არის 1440-1466 წლები, როდესაც მოიქარგა გიორგი მერვის გარდამოხსნა. მისი სხვადასხვა ამ გარდამოხსნას არის ძალიან საინტერესო ისტორია. ეს არის გარდამოხსნა, რომელიც დამზადებული იყო სიონში. და აი როდესაც მეოთხე 1712 წელს, როდესაც ილაშქრა 1600 წლებში, როდესაც ილაშქრა შაჰ-აბასმა აიღო თბილისი, ეს გარდამოხსნა გამოიტანა ცხენს როგორც ასარ, როგორც ჩული ისე გადააფარა, ზედ დაჯდა და ისე დაბრუნდა ირანში. დაბრუნებისთანავე ირანში გახდა დაიწყო შავი ჭირის ეპიდემია და ისე წყაროშიც რომ მრავალი ათასიერი მოისრაო. ანუ უამრავი ადამიანი ემსხვერპლა ამ შავ ჭირს და მიხვდა შაჰ-აბასი რომ მან ცოდვა ჩაიდინაო და დიდი თაძუნითა შემკობილი უკანვე დააბრუნა თბილისშიო ეს გარდამოხსნა. თქვენ წავიდეს როგორი ძალა აქვს ამ გარდამოხსნას, რომ მან თავისი თავი დაიხსნა და დაბრუნდა და ისე დაბრუნდა
ისე ამ თვალსაზრისით ამ ნივს თავად როგორი მნიშვნელოვანი დამეს აქვს ასე თქვა ძალა და მადლი. აქედან გამომდინარე შემდგომ უკვე დედა თამარმა აღზარდა მოსწავლეები, დედა თამარის მოსწავლეებმა კიდევ შემდგომ მოსწავლეები აღზარდეს და ისე რომ თანდათან აი ეს გზა თქვათ ამ აღორძინებისა ქართული მხატვრული ქარვისა და განსაკუთრებით საეკლესიო ნაკარგობისა საფუძველს იღებს 80-იანი წლებიდან და რა თქმა უნდა დღემდე ეს გრძელდება. მე ყველა ამადგანს ჩემს ქალბატონებს რომლებიც დღეს 8 წელში არიან ყველა სამოთ ოქროს ხელება ქალბატონებს უწოდებ. მე სამწუხაროდ ხელთუყარი ვარ მაგას არ მეხერხება. თეორიულად რაღაცა მეხერხება ასე ვთქვა. და ისე რომ ეს ადამიანები რომლებიც ამ 8 წელში არიან ესენი არიან ძალიან დასაფასებლები და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები რომლებმაც ის ტრადიცია რომელიც დაკარგვის გზაზე იყო მოიტანეს ჩვენამდე და თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ ერის ღერძი და ერის იდენტობის მაჩვენებელი ეს არის ტრადიცია. თუ ჩვენ კარგავთ ტრადიციას, ჩვენ კარგავთ ყველაფერს. და ტრადიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე სწორედ არის საეკლესიო ცხოვრება. საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული ის ნივთები, რომლებიც ღვთისმსახურებას, ლიტურგიას, ყველა იმ შვიდ საიდუმლოც, რომელიც ტაძარში აღესრულება, ყველაფერი ამასთან არის დაკავშირებული. ისე რომ ამ ადამიანთა ღვაწლი იმ ადამიანთა ღვაწლი, რომლებიც დღეს არიან აქ და ვინც იმ დიდ სოფელში გადაბრძანენ, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენი დედა თამარი. დედა თამარის ამსახურება მართლა ძალიან დიდია და ისეთი ყოველთვის სულ თავის ცხოვრება მორჩილებაში გაატარებდა და ძალიან უნდოდა ახვეცა და პატრიარქი ანაძლებდა იცით კურთხევას ამ მონაზვნად ახვეცას, იმიტომ რომ შენ ერში უფრო ბევრ საქმეს აკეთებ, ვიდრე რომ წავიდე მონასტერშიო. ყველაფერს გამჭრედა და გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე აღიკვეცა და ჩვენ ვარ ბედნიერები რომ მონაზვნად ახვეცას ვესწრებოდით. მე არ დამამიწლება ფოტოც მაქვს, იცით, აი ფოტოზე აშკარად ჩანს როგორი სხივოსნობა არის მისი ირგვლივ, როგორი სხივოსნობი და ბედნიერი შეხვდა ის ამ მონაზვნობა სამწუხაროდ მხოლოდ 3 თვე და 3 თვის შემდგომ ის ფერისცვალების ჰოსპისში დედათა მონასტრის ჰოსპისში აღესრულა და დაიკრძალა იონე თორნიკეს მონასტერში მცხეთაში არსებულ მონასტრის ეზოში და ჩვენ ხშირად ვესტუმრებით ხოლმე მას იქ ორინახულებთ ხოლმე. ისე რომ ამ ადამიანთა ღვაწლი არ მარტო დედა თამარისა, ყველა თქვათ ვინც იქ 8 წელში იყვნენ შემდგომ ქალბატონი ელისო არაბული, რომელიც აგერჩეა მასწავლებელი იყო, ლუდა გელოვანი ქალბატონი, რომელიც ძიური ქართულს ასწავლიდა იქ და ელისაბედ ჩაჩანიძე, რომელიც არაჩვეულებრივად აგრძელებს ახლა დედა თამარის სამზარეულოს, დარიკო ჩიხლაძე, რომელიც საოცარი ოსტატი იგი დარიკო ჩიხლაძის ნამუშევრებმა 70 ქალაქი თუ არ ვცდები. ხო, ქალაქი მოიარა გამოფენაზე მისმა ნამუშევრებმა და ესე იგი, იცით როგორი ოქრომკედით კარგავს. ნახევარი მსოფლიო მოუვია. ხო, ისეთი ოქრომკედით კარგავს, ისეთი ოსტატია ამ ქარგვისა, რომ აი საოცარი პირდაპირ. ხლა, ქარგვაში კიდევ რაღაც აქვს, აი ოქრომკედით ქარგვაში. აქ მაგალითად ფერთა გამით შენ რაღაც ამ სხვადასხვაობას აჩვენებ. იქ გაქვს ერთი ფერი. ანუ არის მხოლოდ ოქროს ფერი და ვერცხლის ფერი. შენ ამ ერთი ძაფით უნდა აჩვენო ფორმა, უნდა აჩვენო რელიეფი, უნდა აჩვენო პლასტიკა, დინამიკა და ამას რო ადამიანი აი ასე ნემსის თან როგორც ესე მაგრდება, ვერტიკალურად ეშვება. ყველა ჩვენ გვაქვს აი მერცა ტექნიკაზე მუშაობდი, თორემ ჩემ წიგნში აქვს. ესე იგი 2 მილიმეტრი, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ 2 მილიმეტრი, ხო, რამხელა. აი 2 მილიმეტრში ნემსი შეიძლება 4ჯერ და 5ჯერ იყო ჩასული და ამოსული. ჩვენ გვაქვს მულად 8 მულადიანი ასე ვქო. 11 ანუ 8ჯერ და 11ჯერ არის. აწაწუნა ერთი ბეწო მონაკვეთში ჩასული, იმიტომ რომ ეს ოქრო მკედი და ვერცხლი, თუ ქალბატონი იქუნა როდესაც კარგავს, მისი ნემსიანი ძაფიანი ნემსი ქსოვილში გადის და გამოდის, ხო? წარმოუდგომა. იქ
არ აქვს ოქრომკეთს უგუღმა პირი. ოქრომკეთი მხოლოდ წაღმა და უგუღმა ჩანს ის, რითაც არის ეს ოქრომკეთი დამაგრებული. ანუ ჩვენ ვხედავთ რაც მაგრდება, ვერ ვხედავთ რით მაგრდება. შეუერაღებელი თვალთან, შეუერაღებული თვალი დაინახა. მაგრამ ზურგის მხრიდან ჩანს მხოლოდ რითაც არის დამაგრებული. თქვენ წავედ როგორი თვალი უნდა ქონდეს ადამიანს, აი ეს დამაგრები აკეთო. და ხოლმე ჟურნალ კარგოვაზე კიდე მე სულ გაუცებული ვარ ხოლმე ლიკონას ნამუშევრები, ჩვენ ქალბატონის ნამუშევრებს უყურებ რომ აი ამ მე უღადოდ იმისა რომ ხო რამდენი ფერია ხო აი ხლა იქ რო დავუყიდეთ რამდენი ფერია არც ერთი ფერი შენი კაი არ გამოხდება თვალში არ მოხდება რაღაცა ერთ იმაშია მოყვანილი ერთ ფეროვნებაში ის ხალხური სულ ამბობ ხოლმე ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე რომ უნდა გახსოვდეთ რომ სიჭრელი ქართულ ნაქარგობას არ ახასიათებს ქართულ ნაქარგობას ფერადოვნება ახასიათებს და დახვეწილობა რა თქმა უნდა და იცის რომ რომელი ფერი რომელთან დაჯდების როგორც ხასურებენ რომელთან არ დაჯდების ეს არის ძალიან განსათვალისწინებელი ისე რომ თქვა ამ თვალსაზრისით მართლა ძალიან დიდი როლი მოიწვიოთ იმ ადამიანებს ვინც უკვე მე-20 საუკუნეში აი ეს საოცარი ხელოვნება აღორძინა და დღევანდამდე მოიტანა და იმედია რომ ამას არ უწერია გადაშენება გამოფენებზე და სიახლეა თქვენთან იმის შესახებ ვისაუბროთ. ერთი მინდა დავამატო ქალბატონის ზოლდას გამოცემულ წიგნზე, რომელიც ელექტრონული ვერსია სულ ყველგან ვაჟღერებ. ამას იქნებ როგორც ვინმე დავიბეჭდოს ეს წიგნი, რომელიც ძალიან საჭიროა ყველა სტუდიებში, ყველა სკოლაში, ყველგან, სადაც კი ისწავლება ეს ტექნიკები. და ამიტომ ერთი სტუდია მოხდეს გამო კი ელექტრონული ვერსია ძალიან კარგია რა თქმა უნდა ეს არის ძირითადად მხატვრული კარგვა ამ სახელმწიფოს ძირითადად არის ნაქარგობის ტექნიკი მიმართული უდიდესი წიგნია ვინმე თუ დაგვეხმარება და დაგვეჭდინებს ამ წიგნს ძალიან შეიძლება სრულიად საქართველოს ბავშვებს მომავალ თაობას ახლა მე მინდა ლაპარაკობ ჩვენს პირველ რიგში სიახლე მაქვს ის რომ აბრეშუმზე გავამახვილებ ყურადღებას რამოდენიმე თემაზე ხო ვილაპარაკე არა წინა გადაცემაში ამ ნაქარგობებზე ხა ქალბატონი ზოლდანაც საკმარისი ლაპარაკა და მე მინდა გავამახვილო ყურადღება ამ აბრეშუმის მოყვანაზე და აღორძინებაზე და ძალიან სასიხარულო ამბავია რომ მე რამოდენიმეჯერ მოვიყვანე 4-5 ჯერ მოვიყვანე აბრეშუმი მე თვითონ ეს ჩემი აბრეშუმებია მოყვანილი მაგრამ აი ამ ზაფხულს იყო ვორქშოპები აბრეშუმის მუზეუმში და ძალიან შედეგიანი იყო სადაც ბევრი რაღაცა შევისწავლეთ აი ამ აბრეშუმიდან რა შეიძლება რომ გაკეთდეს მე კი გავაკეთე ხლა აბრეშუმი მქონდა საბნები გაკეთებ რაღაცი მაგრამ აი ამ ასე ფართო არჩევანი არ მქონდა აი ეს ფერასაც უყურებთ ხა შეღებილებს ესენი არის ყველა ბუნებრივ საღებავებში შეღებილი აბრეშუმები რომელიც ძალიან კარგად იღებება და მათი ფერთა დამჭერუნარიანობა დამოკიდებულია რა დამჭერს მოვიხმართ შეღებილს ეს მეთოდი თრიმლია არა კუმაშია შეღებილი ეს შვინდისფერი ბათუმურ ტელემაყურებლობ შავგვინოშია შეღებილი აი ეს არის წენგოში წენგოშია შეიძლება ნახოთ როგორ საოცარი მასწლება და ის ხაღალდებიც გამოდის არაჩვეულებრივი და ამ ხაღალდებზე ეს აბრეშუმის ხაღალდები ეს დიახ აბრეშუმის მუზეუმში სადაც შევისწავლეთ ეს და ჩემმა ქალიშვილმა კიდევ ამ აბრეშუმის ხაღალდებზე დაიწყო ხატვა და ყველაზე დადებითი რაც აი ამ აბრეშუმს აქვს რომელიც უკვე მეცნიერულად დამტკიცებული არის ყველანაირ გამოსხივებას რადიაციას პოპს აი ანადგურებს თუ კი ეს აბრეშუმი სადღაც ახლოს ოდებს ან კომპიუტერთან Wi-Fi-ს ქსებთან
სპორტს ამ გამოსხივებას ან ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო ზოგადად ეს აბრეშუმი ყველაზე რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე დიდი დამცავი ჩემი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაჩინოსაც და როგორც ამბობენ ძალიან ბევრი 38 სისხლის დაავადებას შვილის და სხვათა შორის ისიც თქვეს რომ ქალბატონი ლამარა ბეჟაშვილი რომლისგანაც რამოდენიმეჯერ წამოვიყვანე მე პატარა ჯირი და გამოვზარდე იმას ქონია შემთხვევა რომ თავსაბურავი გაუკეთა მომხსოვა ერთ ქალბატონს რომელსაც თავში სიმსივნე ქონია და სადღაც ორ თვეში გაუქრა სიმსივნე ანუ სამკურნალოა და ეს მე ძალიან მახარებს ხო, ეხლა მინდა გამოფენასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე, ანუ 22 აპრილს გვექნება ფოლკლორის ცენტრში გამოფენა, სადაც ანუ ორი ხელოვანი ვიქნებით, ქალბატონი ჩვენი გამოფენას ქვია მოქარგული ისტორია შევასწორეთ ამოქარგული და ახლა შევასწორეთ ქალბატონის დიახ ვეკითხებით ხოლმე ყოველთვის ქალბატონი ზოლდას მაგრამ ამჯერად ქალბატონი ზოლდა არ იყო საქართველოში არ ბრძანდებოდა და ამიტომ ასე გავაგზავნეთ მაგრამ შევასწორეთ ამას და ჩვენ ორი მივიღებთ მონაწილეობას მე და ქალბატონი დარიკო ჩიხლაძე ანუ იქნება საერო და საეკლესიო ნაქარგობების ხელოვნების ნიმუშები გამოფენილი ნიმუშები თავადყვებიან თავიანთი ნაქარგობის ისტორიას წარსულის გაცოცხლების აღდგენისა და მისი შენარჩუნების გზას გამოფენა ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთის საცხომ აფხაზეთის მიტროპოლიტს ინდია მეორის ხსოვნას ეს მინდოდა რომ 40 დღემდე მოგვესწრო და ზუსტად ჩაგვისვა ფოლკლორის ცენტრმა ეს გამოფენა 22-ში გაიმართება საღამოს 7 საათზე საეკლესიო გამოფენა საეკლესიო ნამუშევრები როგორც ქალბატონმა იზოლდამ თქვა საუკუნე ნახევარი თითქმის დაკარგული იყო ახლა აღდგა ეს ნამუშევრები ამბობ ქალბატონი დედა თამარის თავსნობით და აგრძელებენ ხელოვანები ამ მომავალ თაობისთვის გადაცემას ჩვენ მეც პირადად მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ვასწავლე და გადავცემ ჩემს მოსწავლეებს ამ ჩემს ხელობას ამ ნაქარგობებს, ჯგუფ ნაქარგობას მისამართი დამამატოთ რა. აღმაშენებლის 68 საქართველოს ფოლკლორის ცენტრი. არა, თქვენ სადაც ასწავლით ქართულს, ეგ დაინტერესებულნი არიან ბავშვები, დიდები და მოვიდნენ. ანუ ჩუღურეთის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კიევის ქუჩა ნომერი 8. ახო ეს სხვათა შორის ტრადიცია აი ამ სკოლების სახელოსნებს ისევ რა თქმა უნდა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქის სახელს უკავშირდება პირველად ჯერ გაიხსნა აკადემიაში მერე და თამარი სიკვდილამდე იმ სახელმწიფოს სახელოსნო ასევე საპატრიარქოსთან არსებობს იქ და ისე კარგად მახსოვს სამებაში პირველად ნიკოლასის გადასწრებით ახსოვს პირველ წელს როდესაც ეს უფასოს სკოლა გაიხსნა ქარბისა 500 სურველი მოვიდა და ყავდა ბიჭუნები აი ნიკოლას პატარა ბიჭუნები რომლებიც ჯრული ქარგავდნენ პატარა ბიჭუნები ნიკოლას და დაიწყო და მეორე დროს ნოქარგული სამაჯური მომიტანა საკმაოდ პატარა რაღაც 10 წლის ხარობია ესე 10 წლის ეს გამოფენები და ჩვენ კიდევ ასევე პარტა გვაქვს საუბრობთ რომ პატრიარქის დღეს დაბადების დღესთან დაკავშირებით სისტემატურად იმართებოდა ხოლმე ყოველ წელს და მე არასოდეს არ დამავიწყდება პატრიარქის ქმედება ამ გამოფენის დროს. ესე იგი, ჯერ ესეთი ყველა გამოფენაზე მოდიოდა როგორც წესი. სამწუხაროდ რომ დაუძურდა მე ვეღარ შეძლო, მაგრამ მის საქმეს ასევე არაჩვეულებრივად აგრძელებდა მეუფეში, რომელიც ზუსტად ისევე როგორც ჩვენი უსაყვარლეს პატრიარქი მოგბრძანდებოდა, არც ერთ ოსტატს არ დატოვებდა, ყველასთან მივიდოდა, ყველას გამოესაუბრებოდა, ყველას მადლობას გადაუხდიდა, ასევე მეუფეშიოც ყველა ოსტატს მოივლიდა, ყველას მოგვეფერებოდა და აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისათვის, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ამას ქმნი, იმიტომ კი არ ქმნიდა, მაინდა-მაინც რაღაცას
პატრიარქის შეხოთაშორის მისი სიტყვები არ დამავისდება ერთხელ მე და დედა თამარი ლიკონა შენც მაშინ ეს რო თქვა რომ ესო უნდა აღორძინდეს იმიტომ რომ ესო მათისო შემოსავლის წყაროც იქნება რომ ბევრი გაჭირვებული არის ისევაც შემოსავლის წყაროც ხოდა მაგრამ აი ეს ადამიანები რომლებიც ამზაკეთებენ მაგის გამო მარტო შემოსავლის წყაროთი არის მათი სიცოცხლის არსი და როდესაც გახარ შენ გამოფენაზე და შენთან მოვა უსაყვარლე შენი ადამიანი პატრიარქი და მოგეფერება და გეტყვის რომ დაგელოცოს მარჯვენაო და თავზე ხელ დაგადებს და მადლობას გეტყვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ჩვენი ასე ვთქვათ ოსტატებისა რომ ისინი ამისთვის იღვწვიან რომ მომავალთაობას გადასცენ რა თქმა უნდა არის კარგი ეს იგი მოსწავლა დედა თამარის მოსწავლის სამი თაობა უკვე არის რომლებიც ამ საქმეს აგრძელებენ და დარწმუნებული რომ ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ გაგრძელდება და ყოველთვის ასე იქნება იმიტომ რომ არ არსებობს ხო თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ ეხლა ეს უწმინდესის დალოცვა რომ დაგილოცა და მაშინ გამახსენდა პირველი გამოფენა მქონდა მაშინ გპ იყო გპ-ში მეუფე ანანიამ გააკეთა გამოფენა და იქ მქონდა პირველი გამოფენა იყო ბევრი ნამუშევრები არ მქონდა მაგრამ ერთადერთი მქონდა პატარა ფარდაკი კედლის დეკორაცია ფარდაკის სხვადასხვა ორნამენტები მქონდა არც უყიდი არც გაუყიდი არასოდეს და ეს მექნება და სულ ასე უსვამდა ხელს ამ ფარდაკს და აი ესეთები აი ესე უნდა მოიქარდეს აი ეს მართლა იქიდან დალოცვილი ასე მე იმის მე ასე ვარ და საერთოდ მავიწყდება ყველაფერი როცა ვიღებ ნემს და ძაფს ხელში და ვქმნი რაღაცა რო იხატება ამ ქსოვილზე მე არის ძალიან ამაღლება რომ ასეთი უწმინდესი ყავდა და მართლანათებში ამ პოსიმისის სული იქიდან ასულოცავ გავაკეთე ძალიან თხოვთ გვიამბეთ ქართულ ეროვნულ სამოსზე თქვენ სპეციალისტი ბრძანდებით და მის თავისებურებაზე როგორც აღარ მოგახსენეთ აი ზოგადად ეს მხატვრული ქარგვა ორი კატეგორიაა ეს არის საერო დანიშნულების ნივთები და საეკლესიო დანიშნულების ნივთები საეკლესიო დანიშნულების ნივთები რა თქმა უნდა ლიტურგიის დროს ღვთისმსახურების დროს გამოყენებული ნივთები მათი კონკრეტული კომპოზიციებით უშუალოდ რაც იმ მსახურებასთან არის დაკავშირებული იმ კომპოზიციებით არის ხოლმე წარმოდგენილი თავისი მახასიათებელი ორნაირი წარწერით საქტიტორო და კანონიკური წარწერით და მეორე კატეგორია უკვე მხატვრული ქარგვისა ანუ ეს ეროვნული სამოსი რატო მხატვრული ქარგვი რომ ეროვნულ სამოსეც არის გამოყენებული ოქროს კედი გამოყენებული არის ვერც კედი გამოყენებული არის რა თქმა უნდა ფერადი აბრეშუმის ძაფით რითაც გამხდებოდა ამ სამოსის გამშვენება ანუ მასზე ნაქარგობის წარმოდგენა ეხლა ნუ მოგეხსენებათ მამაკაცი და ქალი არსებობს ხო მამაკაცი ქალი და ბავშვი სამივე თქვა ერთ სქესს მეორე სქესს და ბავშვებისაც სამივესთვის იქნებოდა ეროვნული სამოსი უძველესი სამოსის ფორმა რომელმაც ჩვენამდე მოაღწია მე ფორმას გულისხმობ სამწუხაროდ სამოსი ყველაზე ძველი რაც ჩვენამდე მოვიდა არის ხევსური მამაკაცის პერადი ტალავარსაც რომ უწოდებენ რომელიც 1861 წლით თარიღდება ამაზე ადრეული შემორჩენილი მატერიალურად ჩვენ აქარგობა არ გვაქვს მაგრამ სამოსი ეროვნული სამოსი ზოგადად პირველი გამოსახულება არის მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერი ყველამ კარგად ვიცით როცა შევდივართ შესასვლელში კარი მაღლა კარის თაღეთში არის ადარნასები პატოსი გამოსახული მუხლმოდრიკილი არის ღვთისმშობლის წინაშე და მასაცვია სამოსი როდესაც კლავი არის ესე დაშვებული ამას ეწოდება ცრუ სახელოიანი სათავადო კაბა ანუ მამაკაცის სამოსაც კაბა ეწოდებოდა კაბა ირანულიდან ყაბა დაფარვას ნიშნავს და სწორედ ეს უძველესი სამოსი იყო ესეთი ცრუ სახელო ესე იგი მხარი აქვს სახელი ამ სამოს აქ აქვს ამაში ღიობი და ეს სახელო ესე დაბრუნდაშო შიდა რა თქმა უნდა მასაცვია შიდა სამოსი რომელიც შემდგომ ასევე ახალუხის სახით ჩოხაში გადმოვიდა და ამ ახალუხზემოთ ეს სათავადო კაბა როგორ ჩოხა ესეც ორკალთიანია მაგრამ
პირზე გადადის სათავადო კაბა ჩოხისაგან ჩოხის კაბები პირთან მიდის კალთაზე არ გადადის ისე რომ თარგი საწყისი მაინც არის სათავადო კაბა ჩოხისა მაგრამ ძალიან საინტერესო ერთი მომენტი რომ ჩოხა თვითონ ტერმინი ჩოხა მე-9 საუკუნიდან ფიქსირდება ქართულ წყაროებში და ჩოხა იქ მოხსენებული არის როგორც საბერო შესამოსელი როგორც ღვთისმსახურო შესამოსელი და რატომ ახლა ტექსტი ერთ-ერთი წყაროში როცა რაღაცა დანაშაული ჩაიგინა სასულიერო პირმა და განუტევესო მას ისო ეკლესიიდანო და ახადნეს მას ჩოხანიო აი აქ ანუ ეს როგორც საბერო როგორც აი ამ თვალსაზრისით არის მოხსენებული მაგრამ აი ეს ჩოხა რაც ჩვენ გვაქვს ტრადიციული ეს წელში გადაჭრილი უკანა ეს ჩაქებიან ზოძალდა ნაკეცები როაქვს და თქვა აქ კერძზე დაკერებული საქილეები ერთდროულად თელს კავკასიაში ჩდება ერთდროულად მე-17 საუკუნის შემდეგ ესე იგი ჩვენთან ჩილოკავკასიაში თქვა სამხრეთში ყველგან ერთდროულად ჩდება ეს ტიპი სამოსისა ანუ ეს არის იგივე თუ სახელოვანი სათავადო კაბის გაგრძელება მაგრამ სახელო მას უკვე გაკერილი აქვს სამკლავი აქვს საკმაოდ გრძელი იმიტომ რომ 1 2 3 უნდა გადაიკეცოს და გადაკეცილიდან აუცილებლად უნდა გამოჩეს ახალუხი აი აქ რაჯიდან იდაყვამდე და ჩვენ გვაქვს ახალუხები რომლებიც თქვა არის ლურჯი ქსოვილი შეკედიდან თქვა ღვინისფერი მაგრამ აი ეს ადგილი აქვს ჭრელი ქსოვილით გაწყობილი ანუ ის რომ გადაიკეცებოდა ეს უნდა ლამაზად გამოჩენილიყო მაგრამ არ იქარგებოდა იყო არა ქსოვილი კეთდებოდა მამაკაცის სამოზე ქარბა ოქროთი და ესე ძირფასი მხოლოდ გამოყენებული არის შემოსავლებზე ბუზმეთ დაგრეხილი ბუზ შემოსავლებზე და რა თქმა უნდა საქილეები იქარგებოდა ის მშვენდებოდა თვითონ ახლა სიტყვა ძალიან ხშირად ყველა მეკითხება ბავშვი მაინც ახლა რატო ქვიო საქილეო სიტყვა საქილე მოდის სიტყვა ქილიდან ქილა არის ჭურჭელი და ეს ჭურჭელი იყო ხის რომელშიც იყრებოდა ერთი გასროლა თოფის წამალი და მისთვის ზამთარულ პატარა ჯიბაკებში იყო ჩალაგებული ისე უნდა ქონოდა რომ ადვილად ამოეღო გადატენის დროს ეს თოფის წამალი და ამიტომ ერთსა და იმავე სიმაღლეზე კერდება ეს საქილეები რა თქმა უნდა საქილეების თავები სხვადასხვანაირად იმკობოდა იყო სევადი ვერცხლი იყო სუფთა ვერცხლი მოოქროვილი ზარნიშიანი ძვლის თქვა სხვადასხვა სახის იყო თვითონ ეს თავი რომ აქ არ ჩანს ეს ჯიბეში აი თავი იყო გამშვენებული ეს რაც შეეხება თქვა მამაკაცის ამ ჩოხაზე შიგნით ახალუხი იქარგებოდა და მშვენდებოდა მდგარი საყელო აქვს ახალუხს ასეთი მობჯენილი ყელთან და ეს ადგილი მშვენდებოდა ხოლმე და აუცილებლად შესაკრებად კეთდებოდა სპეციალური სკვნილები მათ შორის რიკონამის საერთაშორისო სკვნილების კეთება მე ვერაფრით ვერ ვისწავლე სკვნილების კეთება საკუთარი გასაკეთებელია და ამ სკვნილებს ხილი ძველებული ხილი იყო ეს სკვნილი ეს რაც შეეხება მამაკაცის სამოს და ნუ ხლა ხევსურეთს აქვს თავისი მახასიათებელი იქ არის ტალავარი ანუ სრული შესამოსელი ონშიც მოიაზრება მამაკაცის პერანგი შალვარი შიგნიდან თქვა ჩასაცმელი პერანგი და ქალის ხევსურული სამოსიც ასევე ქალის ტალავარად იწოდება სადიაცო ქოქლო ფაფანაგირავს ბევრი დეტალები არის ასე თქვა ამცა ეს გამორჩეული არის ხევსურული საერთოდ ნაქარგობა და სამოსიც თავისი ამ ფერადოვნებით და ქალის ძალიან მინდა კიდე ქალებზე რომ ვისაუბრებ ქალის თავსაბურებთან არის საინტერესო დეტალები ხევსურული საინტერესო რომ ხევსური ქალი იცით რომ თავსადგამი აქვს ასე და მანდილი აი მანდილის ყურიან კალთა რომ მხარის არის შებნეული მაგსაც მშობლა თუ მარჯვნივ არის შებნეული ქალი გათხოვილია და თუ მარცხნივ არის შებნეული ქალი გაუთხოვარია ამას გაამუჭერენ მშობლას ეხლა რაც შეეხება ქალის სამოსიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ მოგეხსენებათ ეს არის ქართული ანუ ქართულ კაბასაც უწოდებთ ამას რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება ეს არის გულისპირი სარტყელი ორკალთიანი და ყურთმაჯები როგორ არც ყურთმაჯა არც სარტყელი და არც რა თქმა უნდა გულისპირი კაბაზე მიკერებული არ არის ყურთმაჯები არის გრძელი და მაგდება აი აქ კისერთან სარტყელი კეთდება წელზე და გულისპირიც იდგმება კაბაში. ანუ კაბა იკერებოდა გულ ამოღებული, კი უსახლებო და
ვთქვათ გრძელი. დანარჩენი ეს დეტალები უკვე იქარგებოდა. ეხლა იქარგებოდა ძირითადად ოქროს კედითა და ვერცხლით. და ძალიან საინტერესო ის ერთი დეტალი, რომ აი ამ ნაქარგობის დამუშავებისას რატო იყო მოსახსნელი? იმიტომ რომ კაბა ხაბართა კაბა, გრძელი კაბები ეწოდა. ის ხშირად ისრებოდა, ხო? კაბასთან ერთად რო შენ ოქრომკედიანი ნაქარგობა გაგერეჭო, გამორიცხე. ამიტომ ის იხსნებოდა. გარიცხვა სპეციალური მით რა ქვია, არყით, ძველად არყით მე როგორც პირი რა თქმა უნდა, წყალთან შეზავებული იწვინდებოდა და იმისათვის რომ მოქარგვის მერე განსაკუთრებით კარგად გამოჩენილიყო ნაქარგობა, აუშავდა მას ცივი წესი. ქსოვილის ბოლო ეტაპი რომ დამთავრდა ქარგვა 2 წესია. ეს შეიძლება დაუთო, ანუ დაამუშავო ცხელი წესით. მაგრამ ამაზეც არ არის სასურველი, ხო, მაგრამ ამაზეც არ არის თუნდაც საფერველი, საფერველი. ესეც შეიძლება უკუპიდან დაუთო ცხელი წესით. მაგრამ საფენი ჭირდება და იქ ოქროპეცალ ვერცხლების დროს იქ არის რა? მოქარგულს, აი მოიქარგა მაგალითად ეს ხო. ამ მოქარგულს გადმოატრიალებენ ზურგის მხრიდან. იღებენ ეშს, ან ჯანდრის ხე ქვია ამას, სპეციალური ხე გამზადებული, ტრიალა უნდა იყოს და მარცხნიდან მარჯვნივ, აი ნახეთ ახლა ამ ქსოვილსაც როგორ რაღაცა იმასაც ხო? მარცხნიდან ხო, გადკეცავენ, გაჯანდრავენ და რო გადმოაყურებთ ამას ისე ზუსტად თვალში ჯდება უკვე გადკეცილი, ანუ გაჯანდრული, გაუთავებული. სამწუხაროშია. ისე რომ ამას აქცევდნენ ძალიან დიდ ყურადღებას. ეხლა ერთი მნიშვნელოვანი თავსაბურავზე მინდა რომ აღნიშნო, რომ თავსაბურავის დაბურვის კონკრეტული წესი არსებობს. აი ხევსურულზე ვთქვით, რაც შეეხება თავსაბურავს, ყველასი ჩიხტი ყოფილი, ხო? ხო, ძალიან შემთხვევაში ამბობ, რატო ჩიხტი ყოფილი. ჩიხტა ეს არის აი გვარი სარტყელი, რომელზეც თავსაკრავია გადაკრული, მაგრამ ეს უარ გადაცურდეს შიგნიდან. აი დაახლოებით ნეკის სისხლძეთი ბამბის რგოლი კეთდება, რომელიც თავზე ადგა ქალბატონს და ამ ბამბის რგოლზე არის დამაგრებული ეს სარტყელი ჩიხტა. კოპსა და სარტყელს შორის მოქცეული არის უკვე მანდილი, ანუ თავსაბურავი, რომელსაც ქალი ურავს თავს. ეხლა უყურეთ, დაიხურა მან მანდილი, მაგრამ ეხლა წესი იყო ესეთი. მოდის ეს მე-12 საუკუნის თამარის ფრესკაზეც კი არის ეს. თამარი მოგხსენება ვარძიაში მამასთან ერთად არის გაუთხოვარია ჯერ კიდევ და იქ მაგალითად ორივე კალთა მანდილისა არის წინ დაშვებული. უკვე ბეთანიაში რაც თავის მამიკოსთან და თავის შვილთან ლაშაგევრისთან ერთად გამოსახული, ეს კალთა აღებული აქვს და ჩამაგრებული აქვს აი აქ ხორთან. ანუ დაფარული ყელ ჩენით, ანუ ესე დაშვებული და ყელ ფარვით. ციგი რა გამოდის, რომ გათხოვებამდე ქალი ატარებს მანდილს ყელ ჩენით, მაგრამ რომ თხოვდება, ქალმა უნდა მანდილი ატაროს ყელ ფარვით. ისე რომ აი ამ კონკრეტულ თამაშს ყოველთვის მნიშვნელობა ჰქონდა და მეორე კიდევ ერთი თუშულთან მინდა თუშულ თავსაბურავზე საინტერესო დეტალი. საერთოდ თუშული და მთის სამოსი, თუშული, ფშაური, მთიულებისა ხევსურულისაგან განსხვავებით უფრო გამოირჩევა ყოველგვარი ნაქარგობას მოკლებული. ოდნავ ესე გვირისტული ქვია ნაქარგობას, როცა როგორც დააგვირისტო ესე რომ გადაადგილდება ნემსი. ესე იგი, ოდნავ გვირისტული ჩერვე რაღაცა გამოსახული იყოს, ისეთ ფერებშია, რომ ვერც კი შეამჩნევს დაკარგულია, ხო? და მაჯებზე ქუროები ქვია მაჯებს, რომელზეც 3 ფერის ქსოვილი აქვს მიკერებული. ესე იგი, წითელია მწვანე და ეს რა ქვია, მუქი ლურჯი. ისეთი წითელი და ისეთი მწვანეა, რომ აი ძალიან ჩამოქებული, არც კი ჩამს. ხო, შავში გადადის. და ეს ქუროები აქვს და თავსაბურავი თუშული. თუში ქალის თავსაბურავი, აი ეს თავშალი, რომელიც არის ძალიან დიდია. აქვს ეს სამკუთხედი ფორმა, გრძელი ფოჩები და არის დიდი და მძიმეა საკმაოდ. ეს რო გადაცურდეს თავიდან, თუში ქალი აი თავსაბურავს ესე არ ატარებს. უკან ატარებს იმ ორივე ყურს ატარებს ზურგზე. რო არ გადაცურდეს, თავზე მას ადგია თავსადგა, რომელსაც კუჭურა ეწოდება. ანუ ეს არის თავსადგა, ეს უწევთ გვარი, აი ოვალური ფორმის პუბლიკი რო წარმოიდგინოთ, რომელიც ჩამოცმული აქვს ასეთი ქსოვილით შუბლზე
და ამ კულტურას აი ხევს თუში ქალის ფოტოს ძებს ვნახავთ აქ თითქოს მაღალ რაღაც შემაღლებული აქვს თავის ქალა აი ეს სწორედ ეს კულტურა რომელსაც ეს შალი უჭირავს რომ უკან არ გადაცურდეს იმიტომ რომ წინ არ არის კალთები და ეს არის თავდამობაში ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი დეტალი კიდე რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება რომ თუშეთში, ხევსურეთში, ფშავში, თქვათ, თიულეთში, ყველგან თიულები უფრო ნაკლებ ბამბისკენ მიდიან და ბამბის ქსოვილს ხმარობენ სამოზე, მაგრამ აი ამ სამ რეგიონში ყველგან იხმარება ერთი და იგივე ქსოვილი, რომელსაც ეწოდება ტორი. ტორი, რომელიც იქ არის იქსოვება ადგილობრივ, ასე ვთქვათ, ხო, იქ არის ერთშიანი, ორშიანი სისქელის ფაქტორიდან გამომდინარე ყველაზე რბილი და ყველაზე უფრო ნაზი ტორი არის თუშური. Tore ეს განპირობებული არის თუშური ცხრის ჯიში. ცნობილია ეს ყველაზე ძელბეჭიანი მატყლია თუშურ ცხარს და ეს ტორიც არის ძალიან ნაზი. და დანარჩენი ვთქვათ, ხევსური უფრო ისეთი უხეშია ტოლი, მაგრამ სამოსი ყველაზე იგი. ქსოვილის მიღება, ვიდრე ქსოვილის მიღება და ქალი. ერთადერთი კაცი მარტო დუქარიდით კრიჭავს. დანარჩენი მერე ამისი გახელვა, ანუ ზედმეტად სახელა ან ბილკას მოაცილა. გარეცხვა ძალიან საინტერესო. მიაქვთ გამდინარე წყალში, მდინარეში და როგორ იცავდნენ, იცით იგი სპეციალურ ბადეში აქცევდნენ და ეს უჭირავთ ხელში უჭირავთ გასაჟები ურო. ანუ მაგარი გასაჟები ხო და წყალში და დადებდნენ ესეთ სიკვაზე წყალი რო ლიბლივ გადაჭებს და ურტყავენ ამ უროს რომ ეს კარგად გაირეცხოს გასუფთავდეს შეღების მერესაც იგივე საკეთებენ რომ ზედმეტი უნდა საფრთხო წავიდეს და რაც დასარჩენია ის დარჩეს და მერე უკვე რა თქმა უნდა ამისი გაპენტვა მერე ამისი გაჩეჩვა მერე დაძახვა მთელი ეს პროცედურა ყველაფერს ამას აკეთებს ქალი ოჯახში ყველაფერს მამაკაცი უბრალოდ მარტო გაკრეჭა დუქარდი და მოტანზე დაუყეცა. რო აბზოებს სულს არ აღუდგა. ეგირა. წყემსას რო პარალელზე ხაიობის ლექსია გაუმარჯოს წყემსის დაღლილ მოხლებსო. ძალიან სამწუხაროა ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ ისე უცებ გაიპაროთ რომ რამდენად ვასწავლეთ ქალბატონო ლიკა, ქალბატონო იზოლდა უზარმაზარი მადლობა. ეს არის სამზარეულოს მოწყობილობა ქალბატონი ლიკას შექმნილი ულამაზესი ნაქარგობა სამზარეულოსთვის მართლა უფროს ხელება ქალბატონის მოხარგული ვაჩვენოთ კიდევ ქალბატონი ლიკა ეს არის კამარი აბრეშუმით მოხარგული კამარი აბრეშუმით ხო ესენი სამაჯურები ულამაზესი აბრეშუმის ქაღალდი ხო საოცრება ეს ულამაზესი ნაქარგობები და აი ამიტომ ვიათ ამ ქალბატონებს ხალხური ერთვის დიდოსტატები, დიდოსტატები. ხალხური ერთვის აი ეს პოპულარიზაცია, აი ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო, როდესაც ჩვენ დავაარსეთ მე ქალბატონი და თქო ჩვენი პრეზიდენტი ჩვენი ასოციაციისა ქალბატონი დარიკო ჩიხლაძე ჩვენი მიზანი ამ ასოციაციის შექმნისა იყო ასე თქვია ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის. ჩვენი მიზანი იყო აი ეს ჩვენ ამ ასოციაციის წევრების ველოლიები ყველანაირად თუ კი რამე საშუალება არის, როდესაც ვაკეთებთ გამოფენას, მინდა რომ ოსტატებმა ყველა ოსტატს ვერ წაიყვან გამოფენას, რომ უამრავი ეს ადამიანი, მაგრამ რიგრიგობით ასე იგი ყველა ოსტატს მინდა რომ წარვადგინოთ, გავაცნოთ ხალხს და რაც ყველაზე მთავარია მე აქედან აი მიწამდე თავდახრით მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ქალბატონს, ყველა იმ მამაკაცს, რომლებიც ხეზე მუშაობენ, ლითონზე მუშაობენ, ქვაზე მუშაობენ, საოცარი ოსტატები ყავს ჩვენ, აი საოცარი ხელსაქმის ოსტატები, მადლობა მათ იმისათვის, რომ ეს მოიტანეს, რომ საქმეს აგრძელებენ, უმძიმე შრომას აგრძელებენ, სამწუხაროდ შეიძლება სათანადო მათ დაფასება არც აქვს ეს უნდა საწყვეტია, მაგრამ ცირა იმათ ყველას ისე უყვარს თავის საქმე შეიძლება არც ელიან. თავარია ტრადიცია გავაგრძელოთ. თავარია ტრადიცია გრძელდება და
მადლობა თქვენ პირველ რიგში რომ მოგვეცით საშუალება რომ აი ჩვენი რაღაც გამიგეცა. ტელემაყურებლებო, ასე რომ 22 აპრილს გელოდებით საქართველოს ფოლკლორის ცენტრში საღამოს 7 საათზე ქალბატონი ლიკა ანიაშვილისა და დაშკო ჩიხლაძის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯვრული ნახატგობები და ასე შემდეგ ამ ხალხური რეწვის დიდოსტატით ქალბატონების ნამუშევრები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი, ხალხური რეწვის დიდოსტატი ქალბატონი ლიკა ანიაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისათვის, ამდენი რჩევისათვის, ამდენი ლამაზი ცნობისათვის და ამდენი ჩვენი გონების გაფრთხილებისათვის ასეთი ტრადიციებით და დიდი მადლობა. უახლოეს მომავალში კიდევ უნდა დაგმადიჟოთ. ჩვენ საქმეს ვერ ამოვწურავთ ხალხურ ტრადიციებს. ეს ისეთი დიდი მასალა. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად უამესი მოსმენისათვის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნახვამდის მომავალ შაბათამდე. მადლობა თქვენ და დაიცი. ყველას მომავალ დამდეგ ამდგომას ყველას ულოცავთ და ღვთისწყალობა უფლის ფარველობა ჩვენ ქვეყანას არ მოკლებოდეს. ამინ, ამინ. და იქიდან გლოცავთ ჩვენი პატრიარქი. ჩვენთან არის ყოველთვის. პირადად ლექსით ვცოცხლობ და მინდა რომ თქვენს გიწილოდოთ თითო ლუღმა როგორც სეფის ხვერი.